ეს არის ადამიანის ისტორია, რომელიც პირდაპირ შუა ქალაქში მუყაოს ყუთზე ცხოვრობდა. როგორ მივიდა მისი ცხოვრება აქამდე? კვირაში ორჯერ ვიღაც მსუქანი ულაშიანი კაცი და ის ქალი სუკულში რო დაყვებოდა ამ კაცს, საჭმელს უტოვებდნენ ხოლმე, კიდევ უფრო იშვიათად ყავასაც. ძირითადად მაინც ნაგავში უწევდა სარჩო საბადებლის შოვნა. ერთხელ ჟურნალი იპოვა, სადაც მისი ცხოვრების სიყვარული იყო გამოსახული და გაახსენდა საყვარელი მომენტები. მერე თავი გააკნია და ნაგვის გაქვა გააგრძელა. ჩაიბურტყუნა თავისი ცხოვრებისეული ფილოსოფია, საკვანძო ფრაზა. ინდაიანი, თეთრი და შავი ნაგავი. რაღაც ღრმა ესთეტიკა მაინც ჰქონდა შერჩენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ გადააბიჯა თავისი ოცნების ნამსხვრევებზე. ბევრჯერ გადააბიჯა მორალს, ზნეობას, უფიქრია ძარცვაზე, როცა ვერ იძინებდა იმ ღამით სეიფის გახსნის მეთოდებზე ფიქრობდა. მეთოდები არ ამოუწურავს, ვერ გააგნო, ვერ გაიკვლია, მაგრამ მერე ფულის თვალზე გადავიდა. იქნებ სპორტი. სპორტს გაყოლოდა, მაგრამ არა ამ ნაგავს ცხოვრებაში სამაშველო რგოლად არც ეგ არ გამოადგებოდა. არა გაახსენდა, რომ ვიღაც ბებოს მეზობელს 25 წლის წინ შეშა დაუჯახა, მაგრამ იმას მადლობაც კი არ უთქვია ღმერთო ჩემო, ასეთ აბსურდზე რა არის ეს აბსურდი? რატო ფიქრობ ამაზე? და დაინახა ამ აბსურდებისგან შემდგარი გალავანი და არჩევანი. უნდა რაღაც მყარი, ხელშესაჯედი, რაღაც ესეთი მსგავსი. მაგრამ გარემო თითქოს გამჭვირვალე, აბსურდში ჩაძირული, სიმღერის შესაძლებლობას მოკლებული იყო. და არჩევანი, გადახტომა.